მოგესალმებით, ქალბატონო ანა, მივესალმები მაყურებელს და მადლობა, რომ ამით იწყებთ საუბარს, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ყველაფერი, რაც ან ბრიუსელიდან გვესმის, ან სტრასბურგიდან, ან ნებისმიერი დედაქალაქიდან, ჩვენი მეგობარი ქვეყნების მიმართული იქითკენ, რომ ჩვენი მოქალაქეების უფლებები, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები იყოს დაცული. ამიტომ ის ისტორიები, რომელსაც თქვენთან ყვებოდა ეხლა თქვენი სტუმარი, ისტორიები, რომელსაც ჩვენ გვიყვებიან, რომელსაც ჩვენ ვისმენთ, შემზარავია. ეს არის იურიდიულ ენაზე ყველაზე მძიმედ კვალიფიცირებადი დანაშაული, წამება და სასტიკი არაადამიანური მოპყრობა. ეხლა ცოტა ხნის წინ, როდესაც ვესაუბრებოდი ახალგაზრდა იურისტებს, სტუდენტებს და ახალგაზრდებს, საუბრობდით სწორედ იმაზე, რომ ეს არის კონვენციური დანაშაული, იმიტომ რომ არის დანაშაულებები, რომელთაც ხარდაზმულობა არ აქვს. ასეთია ეს სასტიკი ქმედება, წამება და არაადამიანური ღირსების შემლახავი მოპყრობა, რომელიც არ დაიშვება ომის დროსაც კი. ამას ჩვენ ვუწოდებთ იურისტები აბსოლუტურ უფლებებს. ანუ უფლება, რომელსაც გამონაკლისი არ აქვს და რომლის გამართლება არაფრით და არანაირი წინაპირობებით არ ხდება. ომშიც კი, სადაც ადამიანები ერთმანეთს სიცოცხლეს უსწრაფავენ და ომში ჩადენილი გარდაცვალება, მკვლელობა უბრალოდ არ არის ცალკე აღებული დანაშაული. ამ დროსაც კი დაუშვებელია, ანუ სიცოცხლის ხელყოფაზე ვამბობ, სიცოცხლე აბსოლუტურ უფლებაში არ გადის და აბსოლუტურ უფლებაში გადის ღირსების დაცვა. ანუ ღირსების შეხება, წამება და არაადამიანური მოპყრობა აბსოლუტურ უფლებებში გადის. ამიტომა ის განსაკუთრებით გამოყოფილი, იმიტომ რომ არასდროს არ შეიძლება, როდესაც ადამიანს აკავებ და ჯერც ერთი და დააკავეს ყველა მათგანი, ვის დააკავეს, ყოველგვარი წინაპირობის, ყოველგვარი პროცესუალური ნორმების დაცვის გარეშე. ჩვენ ახლა უამრავი მასალა ვნახეთ და არც ერთი მასალა არ იძლევა სამართლებრივად გამართლების საფუძველს დამკავებელი პირებისთვის და ამას ემატება უფრო მძიმე რამ, რომ დაკავების დროს ხო ყველა სტანდარტს არ ღვევენ და ყველა კონსტიტუციურ უფლებას, ეს არის დაკავებულისთვის ინფორმირება, დაცვის უფლება, პროცესუალური ნორმების განმარტება. ნუ ამაზე ხო არ არის ლაპარაკი, დაათრევენ ადამიანებს კოლექტიურად არაპროპორციული ძალით. შემდეგ რასაც აკეთებენ, აი ეს ღირსების შემლახავი მოპყრობა, სასტიკი მოპყრობა, წამება, ეს არის ის დანაშაული, რომელიც უნდა იცოდნენ, რომ არც ხანდაზმულობას არ ექვემდებარება, არც ამნისტიას არ ექვემდებარება, არც შეწყალებით არავინ არ შეიწყალებს. არასდროს არ მოხდება, რომ თავი დააღწიონ ამ დანაშაულს. ეს გაფრთხილება იმ ადამიანებისთვის არის, ვინც ეს ჩაიდინა, ან ვინც ამის ჩადენაზე კიდევ ფიქრობს, იმიტომ რომ ყველაფრის დრო შეიძლება ზოგისთვის გვიან, მაგრამ მარცაჯულების დრო ყველასთვის დგება და უნდა ესმოდეთ, რომ ჯერც ერთი კანონი შეიძლება დღეს ხვალ დაემალო რამდენიმე დღე, ან რამდენიმე კვირა, ან თვე უკეთეს შემთხვევაში, მაგრამ შენ სინდის და აი ამ მორალურ შინაგან წნეხს, რომელსაც ადამიანი განიცდის, ამას ვერსად ვერ დაემალებიან. კიდევ ერთ ინიციატივაზე გეტყვით და ვიცი, რომ მათ შორის ამ იდეას და ამ ინიციატივას მხარდაჭერა აქვს ბევრ სხვადასხვა ჯგუფში. მე განსაკუთრებით გამიხარდა, რომ ის ინიციატივა, რომელიც ცოტა ხნის წინ გავაჟღერე და ამაზე პრეზიდენტთან მქონდა საუბარი, რომ და ეს მისი სურვილი იყო, რა თქმა უნდა, ისევე როგორც ბევრი იმ ინიციატივის, რომელიც გაჟღერდა უკვე, რომ ამ აქციების დროს უკანონოდ დაკავებული, დაპატიმრებული, დაზარალებული ადამიანებისთვის იყოს ხელმისაწვდომი უფასო სამართლებრივი დახმარება. ბევრი ორგანიზაცია მუშაობს უკვე ანა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ იყო საკმარისი იმდენად ბევრი ადამიანი დააკავეს, რომ არ ყოფნიდათ იურისტები, ვინც მუშაობს ამ პროექტებით, ამიტომ მე შევეხმიანე ადვოკატებს, რომელთაც აქვს ლიცენზია ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეების, ყოველგვარი პროექტის და ფინანსების გარეშე მზად არიან და უკვე 20-ზე მეტი ადვოკატი გამომეხმაურა და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა თითოეულ მათგანს, ძალიან მალე
მათ გვარებსაც გავასაჯაროებ და გაგიზიარებ, ვინც მზად არის, რომ ამ ადამიანებს დაეხმაროს ინიციატივა. მით უმეტეს აი სამართლის ძიებაში, ხო, აი ამაზე ლაპარაკობდა სწორედ გიორგი ჯანმრთელობასთან სხვა ყველაფერთან ერთად ჩუტკერაშვილზე ვსაუბრობ, რომელიც თქვენამდე ლაპარაკობდა, რომ მისთვის ახლა სამართლის პოვნა იყო არის მთავარი საკითხი. ერთი კითხვაა. ხო, ერთი კითხვა მინდა დაგისვა, თქვენ პრეზიდენტი ახსენეთ, პრეზიდენტი, რომელიც იყო ევროპარლამენტში, დღეს ვნახეთ რა იყო იქ უმაღლეს დონეზე განცხადებები ევროკავშირის ლიდერების, რომ სანქციებზე კვლავ უნდა ვიმუშაოთ, ლაპარაკობდა კალასი და ასევე პრეზიდენტი, რომელიც საერთაშორისო მედიასთან ამბობს, რომ არ უნდა გახდეს წიხანოვსკაია ან გონსალესი და მას ახლა ჭირდება მხარდაჭერა თავის ქვეყანაში. აი ამაზე რა სიტყვით არის მოთხოვნა კიდევ უფრო მკვეთრ ნაბიჯებზე, ხო, ჩვენ ამაზე ხშირად გვისაუბრია, მაგრამ შეიძლება თითო დღეს კონდეს კრიტიკული მნიშვნელობა. აი თუნდაც ამ სამართლის ძიების პროცესში, რომ გადაიდგას მკვეთრი და კონკრეტული ნაბიჯების შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან. რა არის თქვენი მოლოდინი სულ ყველაფრის გათვალისწინებით? რაზეც ვისაუბრეთ. კი, სწორედ ეს მთავარი გზავნილი მიემართება არა მომავალში, რომელიც ასევე შეიძლება იყოს საჭირო დახმარების კუთხით პარტნიორებისგან, არამედ აქ და ამჟამად დღეს ამ აწმყოში, როდესაც ასე დაუღალავად ვიბრძვით ყველანი, ვისთვისაც ღირებულია სამართლებრივი სახელმწიფო, თავისუფალი არჩევნები, ნორმალური ხელისუფალი, რომელსაც ესმის ელემენტარული წესები კონსტიტუციური ნორმების დაცვის და აბაზაკებთან არ გვექნება საქმე. და არ გვექნება რაღაცა სხვა შიზოფრენით თუ რა ვიცი მე რაღაც მანიაკალური სახელისუფლებო ძალაუფლების მიტაცები დაავადებული ადამიანების ჯგუფთან საქმე, რასაც ახლა ჩვენ უყურებთ, ხო, ეს ჯგუფი, რომელიც დაემსგავსა აბაზაკების დამნაშავეების დაჯგუფებას, რომელსაც არავის ხმარ ესმის. მსგავსი რამე არ ვიცი, აი წარმოუდგენელია, ხო, ამ ხელა პროტესტია ყველა ფლანგზე, ყველა ფრონტზე, ბევრ ქალაქში, ბევრ სხვადასხვა ჯგუფში, მათ შიგნითაც, ვინც კი დარჩა ცოტა უფრო ადეკვატური, არავის ხმარ ესმით და ამ დროს არა საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც დააკანონა ეს საშინელი უკანონო ანტიკონსტიტუციური პროცესი და არჩევნები, არა ჩვეულებრივი სასამართლოები, სადაც ჯალათების ხედან მოსამართლეების მანტიაში გადაცმულები და ამ დაშავებულ ადამიანებს იქეთ ჟიან, ამიტომ პრეზიდენტის გზავნილის და ყველა ჩვენთაგანი სათქმელი არის ის, რომ დღეს გჭირდება ჩვენ ეს სრული მხარდაჭერა, უფრო მეტი კიდევ, რა შეიძლება იყოს უფრო მეტი. ამ უწყვეტი პროტესტის ფონზე ძალიან ეფექტური აღმოჩნდა, შეიძლება არ იმჩნევენ, მაგრამ ნამდვილად არის პერსონალური სანქციები და მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი აღმოჩნდა მაშველი რგოლი ხა ქართული ოცნების ამ აბაზაკთა ჯგუფისთვის, ეს არ არის საბოლოო ვეტო, იმიტომ რომ იგივე ბალტიის ქვეყნებმა იპოვეს ეს გზა. ასევე შეიძლება იყოს ძალიან დიდი მეგობარი ქვეყნები, მათ შორის ხედავთ საფრანგეთი და მისი პრეზიდენტის სახით როგორი ესეთი მტკიცე მხარდამჭერია გერმანია და სხვა ქვეყნები, ინდივიდუალური სანქციები, რომელიც ძალიან ეფექტური იქნება იმისთვის, რომ გონს მოვიდეს ეს ჯგუფი, რომელიც ევროპაში თავის ოჯახს, თავის შვილებს, ამერიკაში მათ შორის აცხოვრებს, აწავლის და ასე შემდეგ და ასევე სხვა ტიპის ბერკეტები აქვს ევროკავშირსაც და სტრატეგიულ პარტნიორსაც, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ გამოიყენებენ იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატია გადავარჩინოთ. დიდი მადლობა ეკა, დაგემშვიდობებით. ეკა ბესელია საუბრობდა ჩვენს ეთერში 5 საათზე ახალი ამბების დროა TV პირველზე, მე გემშვიდობებით.